სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ყველას მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, თუ საიდან გაჩნდნენ შავკანიანი ადამიანები, საიდან მოვიდნენ ჩინელები, იაპონელები, ევროპელები და ჩვენ ქართველები, ვისი შთამომავლები ვართ ჩვენ. მეგობრებო, ყველა ხალხი ერთგან ერთი წინაპრისგან ერთი სისხლიდანაა შექმნილი. ესაა წმინდა წერილის სიტყვა. ერთის სისხლისაგან გამოუყვანა ღმერთმა მთელი კაცობრიობა. საქმე 17:26. რას ნიშნავს ეს მეგობრებო? ეს ნიშნავს, რომ შავკანიანიც, ევროპელიც, აზიელიც, ჩინელიც, ინდოელიც, კორეელიც, რა ვიცი, ასე შემდეგ, ხო, ანუ ყველანი ერთდროულად არიან ადამისა და ევას შვილები. მეგობრებო, ეკლესია მკაფიოდ ამბობს, რომ კანის ფერი, თვალის ფორმა და ასე შემდეგ, ხო, და სხვა ნიშანი, ხო, სხეულის ბუნებრივი ადაპტაცია, ხო, გარემოზე, ბუნებრივი ადაპტაცია გარემოზე, ხოლო ხატი და ღირსება ღმერთისგანაა. არ არსებობს ზედა და რაც ქვედა ხალხი, ხო, რა სტატუსი, ხო, არ არსებობს ღმერთისთვის სასურველი და არასასურველი ადამიანები. რასიზმი არის დიდი ცოდვა და მოდის სიამაყისგან. მეგობრებო, წმინდა წერილი აღწერს, რომ წარღვნის შემდეგ კაცობრიობა კვლავ იწყება ნოეს 3 შვილიდან. ვიცით ჩვენ, ხო? ესენი არიან სემი, ქამი და იაფეთი. პირველი სემის შთამომავლობა, ხო, ესე იგი შუა აღმოსავლეთში, ანუ ნახეთ, ესე თქვა დასავლთნა, ხო? ესენი არიან ებრაელები, ასურელები, არამეული და სხვა აღმოსავლური ხალხები. მეორე შვილი ქამის შთამომავლობა აფრიკის რეგიონებია. ხა ბიბლიაში პირდაპირ წერია, ხო, ესენი არიან ანუ ეგვიპტელები, ეთიოპიელები, ხო, ქუშის ხალხი, ქანაანელები და ამადგან, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხალხის, ესე იგი, რაც დღეს ცხოვრობს ჩვენ დედამიწაზე, ხო? რაც გამრავდა, ესე თქვა. ამიტომ შავკანიან ხალხთა ისტორიული ნაწილის დაკავშირება ქამის ხაზთან არის, ანუ ბიბლიური ტრადიცია, მეგობრებო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა აფრიკელი ერთ გენეალოგიურ ტომად უნდა ჩაითვალოს. აფრიკა მრავალეროვანი კონტინენტია და ეკლესია ამომწურავ ეთნოგენეტიკულ სქემას არ ქმნის, რადგან ეს არ არის ხსნის საკითხი. და მესამე, იაფეთის შთამომავლობა ევროპისა და ჩრდილოეთ აზიის ხალხებია. სხვადასხვა მეგობრებო, ჩვენ ქართველები ვართ იაფეთის შთამომავალი. ეხლა ზოგადი ტრადიცია უკავშირებს, ნახეთ, ევროპელებს, ანუ მცირე აზიის მრავალ ხალხს ჩრდილოეთ აღმოსავლეთ ტომებს. ეკლესია ხაზგასმით ამბობს, ეს არის წმინდა წერილის სულიერ გენეალოგიური განაწილება, არა თანამედროვე გენეტიკური რუკა. ხო, რუკა ეგრე ვიცოდეთ, არა თანამედროვე გენეტიკური რუკა. ანუ ნახეთ, შავკანიან ხალხთა წარმოშობა მართლმადიდებლური ახსნა ასეთია და გვასწავლის და იმეორებს, მეგობრებო, რომ შავკანიანები ადამისა და ნოეს შთამომავლობაა. არ არსებობს სხვა ხაზი, სხვა ტომი, სხვა ქადაგება გნებავთ, ხო? ანუ შავკანიანი ადამიანიც ისეთივე ღვთის ხატია, როგორც ყველა სხვა. კანის ფერი კლიმატის შედეგია, არა ღვთიური გამიჯვნა და ნახეთ, მამები ასე გვასწავლიან, რომ ესე იგი ძლიერი მზე, მაღალი ტემპერატურა
ხო, ეკვატორული კლიმატი იწვევდა კანის ბუნებრივ გამუქებას. ეს ბუნებრივი და ღმერთის მიერ დაშვებული მრავალფეროვნებაა, მეგობრებო, რომელიც არ ცვლის ადამიანურ ღირებულებას, რა თქმა უნდა. წმინდა წერილისა და ეკლესიის ნამდვილი დამოკიდებულება შავკანიანებზე ასეთია, მეგობრებო, რომ ეკლესიის ისტორიაში უამრავი არის შავკანიანი წმინდანი, ხო, მოსე მურიანი, ხო, ეთიოპელი დიდმოწამე, ასეთივე სხვა მამები, ხო, რომელიც მოწამეებურად აღესრულნენ, ხო. ეს ადასტურებს რას, რომ ეკლესიისთვის კანის ფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო. ყველა ერთნაირად ღირსია. ეხლა ჩინელები და ასე ვთქვათ, ასევე ეხება, ხო, ეს აზიურ ქვეყნებს, ხო, ნახეთ, ჩინელი და აღმოსავლური ხალხების წარმომავლობა ასეთია, რომ ბიბლია აღწერს იმ ხალხების, რომლებიც ახლოს იყვნენ ისრაელის ისტორიასთან, მაგრამ არ აცხადებს, რომ სხვა ხალხები არ არსებობდა, ხო? ეკლესია არასოდეს, ასე ვთქვათ, ასწავლის, რომ ჩინელები სხვა ხაზიდან არიან, რომ ნოესგან არ მოდიან, ან რომ ბიბლიაში, ესე ვთქვათ, ამოჭრილები არიან. მართლმადიდებელი ჩვენი ხედვა არის ასეთი, ჭეშმარიტი ყველაზე, რა თქმა უნდა. ეს არის მართლმადიდებლობა. ანუ ნახეთ, ჩინელებიც, რა თქმა უნდა, ადამისა და ნოეს შთამომავლობაა. ხო, ეკლესიის, ესე ვთქვათ, მონოგენიზმი ამას აუცილებლად მოითხოვს. არ არსებობს სხვა წყარო ან მეორე კაცობრიობა. ბიბლიაში მათზე არ არის, მეგობრებო, საუბარი, რადგან ისინი ისრაელის ისტორიაში პირდაპირ არ მონაწილეობდნენ. ეს არის წმინდა წერილის მიწერილო, ესე ვთქვათ, მიწერილობის არა გადმოცემითი, არამედ საშუალო აღმოსავლეთზე კონცენტრაციის ბუნებრივი შედეგი. აღმოსავლური ხალხების ფიზიკური თავისებურებები ბუნებრივი ადაპტაცია, ხო? ადაპტაცია. ეკლესია რას ამბობს, მეგობრებო, ნახეთ, ანუ თვალის ფორმა, კანის ტონი, თმის სტრუქტურა, სრულიად ბუნებრივი, კლიმატური და გეოგრაფიული ფაქტორებით განპირობებულია. ნახეთ, მეგობრებო, ქრისტეში ყველა ხალხი ერთია. მოციქული პავლე ამბობს, არც იუდეველი არის, არც ბერძენი, არამედ ყველანი ერთნი არიან ქრისტეში. წმინდა წერილში წერია, ხო? რას ნიშნავს ეს, მეგობრებო? ეს ნიშნავს, რომ ჩინელი ხალხი სრულიად იმავე ღირსებას ატარებს, რასაც სხვა ყველა ერი. და მოკლე, ესე ვთქვათ, ძალიან მოკლე იყო, მოკლედ ვისაუბრეთ, მეგობრებო, ხო, უბრალოდ გაინტერესებდათ და ესე ვთქვათ, ამიტომ ჩავწერეთ ეს ვიდეო. ანუ ნახეთ, ძალიან მოკლედ შედეგი და დასკვნა. პირველი, შავკანიანები დაემყარებიან ქამის ხაზის ნაწილს, მაგრამ სრულად არიან ადამისა და ნოის შთამომავლობა. მეორე, ჩინელები და აღმოსავლური ხალხები, ხო ეხლა მარტო ჩინელი ამოვიჩემეთ, მაგრამ ანუ ეს იგულისხმება აღმოსავლური ხალხი, ხო? ხალხები. ნახეთ, იაფეტის და სემის შერეული გეოგრაფიული განშტოების შთამომავლები არიან. კიდევ ერთხელ, ჩინელები და აღმოსავლური ხალხები იაფეტის და სემის შერეული გეოგრაფიული განშტოების შთამომავლები არიან, მაგრამ იგივე ერთი გენეალოგიური ხაზიდან. მესამე, ყველა ფიზიკური განსხვავება, ანუ კლიმატური და ბუნებრივი პროცესების შედეგია. მეოთხე, ეკლესია მკაცრად უარყოფს რასიზმს და ადამიანის გარეგნობით, ესე ვთქვათ, დანაწევრებას, ხო? და ბოლოს მეხუთე, მეგობრებო, ქრისტეში ყველანი ერთნი ვართ, ერთი საოჯახო, ერთი ხატება, ერთი სისხლით შექმნილი.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა.